ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარტიის დაშლა და ნაციონალური მოძრაობის წევრების გასამართლება მოითხოვეს. პროტესტის მონაწილეებმა ოფის კვერცხების დაუშინეს, რამდენჯერმე იყო შეჭრის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებმაც აქციის ორგანიზატორი და ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ოთო ლორთქიფანიძე დააპატიმრეს. ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეჭრის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს. Stațiații გადავტეხენ არა ადამიანურად? Კაი, გამოვშვით დავით ნარსია, ოდა დიმიტრი ჯიჭონაია. ვერ ვიქნები პირველი მაგათი მტერი. ამ აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ დასრულდეს პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებობა საერთოდ საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაუშავეს ხალხს და არ შეიძლება მათი როგორც პოლიტიკური პარტიის არსებობა. სამუდამოდ ლიკვიდაცია უნდა მოხდეს ნაციონალებს. ლიკვიდაცია გაქრობა ამ ქვეყნიდან. უკვე ყველაფერი ამოვიდა ზღვარს ქვემო. ყველაფერი თავზე გადავიდა უკვე. ამათი ტლიკინი თუნდაც ხუსტავიორის ტლიკინი. ყველაფერი რაც მჭირს მაგად გამჭირს. არა მარტო მე თელ ქვეყანას თუ გაუპატიურობა თუ რამდენ შვილები და რომელი ერთი ჩამოვთვალო. დღეს იმიტომ რომ გუშინწინდელი ფაქტები, კადრები ყველას გექნებათ ნანაღი, რომელმაც გაგვიახლა ისჭრილობა, რომელიც 3 წლის წინ მივიღეთ და გადაგვაწყვეტინა, რომ შეგვეცვალა, მაგრამ კიდე არ მოხდა მათი შეცვლა. მოხდა გადაცდომა იმაში, რომ გამოცხადდა რაღაცა თავმოხვეული კოჰაბიტაცია, რომელმაც მიგვიყვანა აქამდე, რომ ეს ხალხი შემოbrunდა და უარესის გაკეთებას აპირებენ საქართველოში. ეს ორგანიზაცია აუცილებლად უნდა აიგზავნოს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მას აუცილებლად შევძლებთ და ჩვენ ამ ორგანიზაციას აუცილებლად აუგზავნებთ. აქციასთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. დავით გოგისვანიძის თქმით, ეს იყო ქართული ოცნების მცდელობა და ამტკიცებინა მისი პოლიტიკური ძალა, თუმცა უშედეგოდ. გოგისვანიძის განცხადებით აღნიშნული ქმედება ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული და ქვეყნის ავტორიტეტ ძირს უთხრის საერთაშორისო ასპარესზე. ქართულ ოცნებას უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის რაღაც რეალურ ძალას წარმოადგენს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს სერიოზული დესტაბილიზაცია, მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და რა თქმა უნდა ჩვენ დაქცეულ ქვეყანას, რომელიც დააქცია ნამდვილად ქართულმა ოცნებამ, ეს კარგს არაფერს არ მოუტანს, კიდევ უფრო დამძიმდება ჩვენი მდგომარეობა და ჩვენ იმ საერთაშორისო თანამაგობრობის თვალშიდაც აღმოჩნდებით როგორც არაცივილიზებული ქვეყანა, არაცივილიზებული ერი. ჩვენ თვითონაც ხედავთ რა მდგომარეობაში არის. ეს აქციის ორგანიზატორი არის პირდაპირ და ზის სოლოლაკში შუშის სასახლესთან, ეს არის რუსი ოლიგარქი ბორის ივანიშვილი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველანაირი მშვიდობიანი ბრძოლას იმისათვის, რომ ეს საშინელება, რაც საშინელებაც ეხლა ტრიალებს, მალე დასრულდეს საქართველოში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლითაა აღძრული, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. 50 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უკვე გათავისუფლებულია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ოთო ლორთქიფანიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეჭრის მცდელობისას დააპატიმრეს. მიმდინარეობს გამოძიება.